20 ივნისის სასტიკი დარბევის შემდეგ პრემიერად დაწინაურებულ გახარია სწორედ 20 ივნისისა და ჩორჩანას საგუშაგოს საქმეებზე 13 წლით პატიმრობა ემუქრება. ექს-პრემიერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა პროკურატურამ დღეს დაიწყო. გენერალური პროკურორის პოსტზე მყოფი გვარაკიძის განცხადებით სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართავენ. გახარია რამდენიმე თვეა გერმანიაში იმყოფება, მას სავარაუდოდ სასამართლო პატიმრობას დაუსწრებლად შეუფარდებს. პროკურატურის ბრიფინგის პარალელურად გახარიას პარტიის წევრები პარლამენტში 2026 წლის ბიუჯეტის განხილვაში იღებდნენ მონაწილეობას. სიღნაღის მუნიციპალიტეტში 19 თურქის სამხედრო სხედარიც იპოვნეს. ადგილზე სამძებრო საგამოძიებო სამუშაოები გრძელდება, ისევე ძებენ მე-20 ადამიანს. ავიაკატასტროფის ადგილზე აღმოჩენილია შავი ყუთი. ცენტივი იტყობინება, რომ ბორტჩამწერი თურქეთში გაიგზავნება. მისი გაშიფვრის შემდეგ სავარაუდოდ ცნობილი გახდება, რამ გამოიწვია კატასტროფა. განსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით რომში საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიიდან მოპარულია 200 ევროს ღირებულების საქონელი. რამდენიმე დღის წინ კი 23 წლის ქართველი პოლონეთში 2 ადამიანის ცემის გამო დააპატიმრეს. 6 ადამიანი დაიღუპა და 10-მდე დაშავდა თურქეთში ქალაქ კოჯაელის კოსმეტიკურ ფაბრიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად. თურქული მედიის ინფორმაციით ხანძარი სავარაუდოდ წარმოების პროცესში მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია.